მინდა გაუშვა ბუკა პეტრიაშვილის კომენტარი, ესე ვთქვათ, რას წერს დღეს ის სოციალურ ქსელში. პროტესტი კვდება, დიახ, კვდება. ბევრჯერ მithქვავს და ახლაც ვიმეორებ, უკრაინაში გადაწყდება საქართველოს ბედი. მოახრჯობენ რუსულ ურჩხულს, ამოვისუნთქავთ ჩვენც. ვერა და კი ხართ ძალიან ბევრი გამზადებული საბჭოთა საქართველოში დაბრუნებისთვის. ახლა წარმოიდგინეთ, აი ამას ვიძახი რა, ტიპი არის მე-20 საუკუნეში ჩარჩენილი რა. რა საბჭოთა კავშირში დაბრუნებისთვის? მე ვარ პასუხისმგებელი იმაზე, რომ საბჭოთა კავშირში საქართველო არ დაბრუნდება რა და ძალიან ბევრი ადამიანი რა. ეს მიდის სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლა. თუ ჩვენ ეხა იმათთან გავიმარჯვეთ, ვინც ყველაზე ძალიან გვებრძვის რა. რუსებთან დიპლომატიურ გამარჯვებას აღარაფერი აღარ უნდა, იმიტომ რომ რუსებიც უყურებენ ამ მტკიცებთ რომ ვდგევართ რა. ამ ყველაფერთან დაკავშირებით და უკვე სხვანაირი მოქმედების ისექნებათ და სხვანაირი მოპყრობა და სხვანაირი ესე ვთქვათ ჩვენ მიმართ დამოკიდებულება. აი ესე ჩექმით ვეღარავინ ვეღარ იმას იზავს რა, წამოვა ჩვენ წინააღმდეგ, იმიტომ რომ ამაში ყველაფერში გამოცდილებას ვიღებთ და სუვერენიტეტს ვაძლიერებთ. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება. ესენი მაინც იქ არიან, რომ აო, მაშინ თუ ეს არა, მაშინ რუსეთში ისევ კომუნისტური პარტია და რაღაცა. მორჩენილი ამბავია, ეგ არ მოხდება და ტყუილად უაგიჟებთ ხალხს. აი ეგ მინდოდა რომ მეთქვა რა, ბუკაზე მაქვს პეტრიაშვილზე ლაპარაკი რა. ის პირველი რაც თქვი, გეთანხმები იმაში, რომ პროტესტი კვდება და საბოლოო ჯამში ძალიან მალე მოკვდება, იმიტომ რომ ამას არ გააჩნია საფუძველი, სიმართლის და ჭეშმარიტების საფუძველი. და მეორე რიგში არ დაგეთანხმები იმაში, რომ გინდა მოიგოს და გინდა წააგოს რუსეთმა და გინდა, რავი, რაც უნდა მოხდეს, ეს არ არის ის, რომ რაღაც ვიღაცა საბჭოთა კავშირში, ან საბჭოთა კავშირი აღდგეს და ან ჩვენ მაშინ დასაბრუნებლად ვინმე გვეკაჩებოდეს ძალით რა, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს უკვე იმდენი სუვერენიტეტი, რომ რაღაცეებზე უარი ვთქვათ და ეს არის ყველაზე უფრო კარგი და მნიშვნელოვანი რა.